დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია, რესტორანაზე თარგმანი. ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე საუბრისას ყველა წახნაგს ვითვალისწინებთ. ადამიანის დაბადებამდე, მის არსებობას, მისი არსებობის წანამძღვრებს, მუცლადყოფნის პერიოდში შესაძლო ცვლილებებს, მუცლადყოფნის პერიოდში მისი განვითარების ეტაპებს, შემდეგ სიცოცხლის ყველა ეტაპს შესაბამისი ცვლილებებით, შესაბამისი რისკებით და თუ ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ასევე ვითვალისწინებთ ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ნებისმიერი ორგანოსთვის, ნებისმიერი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფორმისა და შინაარსის შესაბამისობა. რას ნიშნავს ეს? ნებისმიერი ორგანო არის ოპტიმალური სტრუქტურა იმისთვის, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ჩვენმა ორგანიზმმა თავისი საქმე გააკეთოს, მას სჭირდება ფორმის და ფუნქციის შესაბამისობა. ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ ცხოვრების წესის ამა თუ იმ ფაქტორს ვირჩევთ, შესაძლოა სწორედ ჩვენი გადაწყვეტილებით, ან უნებურად ჩვენგან დამოუკიდებლად რაღაც მიზეზების გამო, ესა თუ ის სისტემა გამოვიდეს წონასწორობიდან. ამა თუ იმ ორგანომ ვეღარ შეძლოს საკუთარ ფუნქციასთან გამკლავება. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში დახმარება ჭირდება ჩვენს ორგანიზმს. და ეს სწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ. გამოვასწოროთ ცხოვრების წესი, შევცვალოთ ჩვენი კვების მოდელი, ფიზიკური აქტივობა და ასე შემდეგ. მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით უკანასკნელი 10 წლეულების მანძილზე ძალიან შეუყვარდა ფართო საზოგადოებას. არის თუ არა ამის ისტორიული წანამძღვრები? დიახ. მაგალითად აღწერილია ისტორიული ფრინველი იბისი, რომელიც კუჭნაწლავის ტრაქტს ისუფთავებდა და ამით იხანგრძლივებდა სიცოცხლეს. ყოველ შემთხვევაში ეგვიპტეში ძალიან დიდხანს სჯეროდათ ამის. უამრავი ისტორია არსებობს პირსასაქმებელი და საფაღარათო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მათი დახმარებით ორგანიზმის გაწმენდა და ეს ტრადიცია სხვადასხვა ეთნოსის კულტურაში არსებობს 100 წლეულების მანძილზე. თუმცა ჩვენ რატომღაც განსაკუთრებით შეგვიყვარდა ღვიძლთან დაკავშირებული გაწმენდის ხრიკები და ამასთან დაკავშირებით რა კი გადავწყვიტეთ დღეს ჩვენ ღვიძლზე ვისაუბროთ, ძირითადი საკითხები იქნება სწორედ ამ თემასთან დაკავშირებული ჩვენ სტუმართან საუბრის პროცესში. წინასწარ შევაფასეთ, როგორია ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება და მოდით ერთად შევხედოთ, ერთად შევავლოთ თვალი იმ დიაგრამას, რომელიც აი ამ გამოკითხვის შედეგებს ასახავს. დიაგრამაზე არის პასუხი პრაქტიკულად კითხვაზე, რომელიც ჩვენ დავუსვით ჩვენი სოციალური მედიის მომხმარებლებს და კითხვა ჟღერდა შემდეგნაირად, როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა ღვიძლს გაწმენდა? და შესაძლო პასუხები იყო მითითებული სისტემატურად, ხანდახან, არა და არ ვიცი. პასუხები ძალიან თვალსაჩინოა ფერად დიაგრამაზე და მე მაინც ხაზგასმით დავასახელებ. თანაბრად 35% აი ასე არის გადანაწილებული იმ პასუხებს შორის, იმ ადამიანთა მოსაზრებებს შორის, რომლებიც თვლიან, რომ დიახ, ღვიძლს სჭირდება სისტემატურად გაწმენდა, ან ღვიძლს კატეგორიულად არ სჭირდება გაწმენდა. საინტერესოა, რომ 17% მიიჩნევს, ხანდახან სჭირდება ღვიძლს გაწმენდა და მხოლოდ 13%-მა უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, სიტყვათა შეთანხმებით არ ვიცი. სინამდვილეში როგორ არის საქმე? სინამდვილეში სჭირდება თუ არა ჩვენს ღვიძლს გაწმენდა, რას ნიშნავს ღვიძლის გაწმენდა, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს ყველაფერი და ზოგადად ღვიძლთან დაკავშირებით ზოგიერთ საკითხზე ვისაუბრებთ დღეს სტუმართან ერთად და ამავე თემას მიეძღვნება დღეს ჩვენი კვებითი შუქნიშანი.
როდესაც ადამიანის ორგანიზმს წარმოვიდგენთ, რასაკვირველია ჩვენ გულისხმობთ იმ სისტემების მთლიანობას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ორგანიზმის მუშაობის თავისებურებას, ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას, ავადობის რისკებს და ასე შემდეგ. შევთანხმდით, რომ ყველა ორგანოს აქვს ოპტიმალური სტრუქტურა საკუთარი ამოცანების, ფუნქციების შესასრულებლად და ორგანიზმში ნაკლებად წარმოსადგენია იზოლირებული პრობლემები, როგორც წესი. ერთმანეთთან არის დაკავშირებული სხვადასხვა სისტემა და ძალიან ხშირად სრულიად განსხვავებულ, დისტანცირებულ სისტემაში მიმდინარე პროცესი აირეკლება სხვა სისტემის ორგანოს მდგომარეობაზე. თუ საჭმლის მომნელებელ სისტემას გავიხსენებთ, ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე კუჭ-ნაზლავის ტრაქტზე და ვსაუბრობთ აუცილებლად საჭმლის მონელებაში მონაწილე ჯირკვლებზე, რომელთა შორის ვახსენებთ პანკრეასს და რაც მთავარია ვახსენებთ ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდ ჯირკვალს, რომელსაც ღვიძლი ჰქვია. დღეს ჩვენ ღვიძლის შესახებ ვსაუბრობთ და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი, ინფექციონისტი პროფესორი ქალბატონი მაია ბუწაშვილი. მაიკო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. ჩვენ ძალიან დიდი ხანია მეგობრობთ და თანამშრომლობთ და სხვადასხვა პრობლემაზე გვისაუბრია, მათ შორის ღვიძლის სხვადასხვა დაავადებაზე გვისაუბრია. აგრეთვე გვისაუბრია სხვადასხვა მდგომარეობაზე, რომელშიც უნებურად ან სრულიად ლოგიკურად ჩართულია ღვიძლი. თუმცა დღეს ჩვენ განსხვავებულ ჭრილში გვინდა ვისაუბროთ იმ ჭრილში, რომელიც რატომღაც საზოგადოებისათვის ყველაზე საყვარელი და მისაღები აღმოჩნდა და ამას უკვე საუბრის მეორე ნაწილში მივახლოვდებით. თუმცა დავიწყოთ იქიდან, რაც ძალიან გვაღელვებს ექიმებს და რაზედაც ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია იყოს ინფორმირებული საზოგადოება. ღვიძლი როგორც სამიზნე. შეიძლება ძალიან ზოგადად ჟღერს, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას შეგვიძლია დანამდვილებით, მტკიცებითი მედიცინის მონაცემებზე დაყრდნობით უთხრათ, რომ ღვიძლი ძალიან ხშირად აღმოჩნდება ხოლმე სამიზნე. აღმოჩნდება ღვიძლის დაავადებების დროს, საკუთრივ ღვიძლის პრობლემების დროს და იმ პრობლემების დროსაც კი, რომელიც ღვიძლთან ერთი შეხედვით საერთოდ არ არის დაკავშირებული. ამიტომ მოდით ვისაუბროთ დაახლოებით, ახლა ყველა პრობლემას ვერ შევეხებით, მაგრამ აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოს ჩვენმა მაყურებელმა, რამდენად ფართოა იმ პრობლემების ჩამონათვალი, სადაც ღვიძლი აღმოჩნდება დაზარალებული. კი, ჩვენ ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ხშირად უნდა გავიმეოროთ, იმიტომ რომ ადამიანებში რატომღაც ბევრი არასწორი წარმოდგენა აქვს. სამედიცინო მითები ჩვენთვის უცხო არ არის, მაგრამ ღვიძლთან დაკავშირებითაც ბევრია მითი და არასწორი წარმოდგენა. ჩემთან ძირითადად პაციენტები ხვდებიან, იმიტომ რომ როდესაც ღვიძლის ფუნქციები აქვთ არეული, პირველი რაც ადამიანს ახსენდება არის ვირუსული ჰეპატიტები და მიმართავს ინფექციონის ეს ლოგიკურია, დიახ და საქართველოში ბედაც ჰეპატიტის პრობლემა ძალიან აქტუალურია სამწუხაროდ ისევ მაინც. ნაციონალური პრობლემაა რეალურად. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროგრამა მიმდინარეობს ქვეყანაში, მაინც ძალიან ბევრი ადამიანია ამ ინფექციებით და ბევრი კიდევ სამკურნალო ყავს. და გასაგებია, რომ ეს არის მაინც ღვიძლის დაავადებების ნომერ პირველი პრობლემა, ბედაც ჰეპატიტი. თუმცა, რა თქმა უნდა, გარდა ვირუსებისა არა მარტო ბედაც ჰეპატიტი, აქვე უნდა ვთქვათ, რომ არსებობს A ჰეპატიტი, E ჰეპატიტი, D ჰეპატიტი და ასე შემდეგ. ჰეპატიტების რიცხვი აღმოჩენილი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ, როდესაც დავამთავრეთ სამედიცინო ინსტიტუტი, მაშინდელი სახელით იყო მხოლოდ A და B ჰეპატიტი და ყველა დანარჩენს გვასწავლიდნენ, რომ ერქვა არც A, არც B ჰეპატიტი. და იმის შემდეგ უკვე რამდენი ახალი ვირუსი ვიცით, რომელიც არის ღვიძლის დაზიანების პოტენციის მქონე. გარდა ვირუსებისა შეიძლება ღვიძლი დააზიანოს პარაზიტებმა, ბაქტერიებმა, გაჩნდეს ჩირქგროვა და ასე შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადებები, რომლებიც ღვიძლს აზიანებს. მაგრამ ინფექციების გარდა თვითონ ღვიძლის დაავადებებია და ლოგიკურია, რომ ღვიძლს აზიანებს. მეორე მთავარი პრობლემა, რომელიც საკვანძო ღვიძლს აზიანებს, ეს არის გაცხიმოვნება, რაც ახლა პანდემიას უწოდებენ გაცხიმოვნების და მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს. ეგრეთ წოდებული მეტაბოლური სინდრომის გამო, რასაც ადამიანები რომ მარტივად დავარქვათ, ნივთიერებათა ცვლის მოშლას, რასაც უწოდებენ შინაურად. და ბევრ ადამიანს აქვს გაცხიმოვნებული ღვიძლი და დიდი ხანს, როდესაც ღვიძლი გაცხიმოვნებულია, შემდეგ უკვე ღვიძლის ქსოვილების ანთება იწყება, რამაც სამწუხაროდ ისეთივე წარმატებით შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო, როგორც ვირუსებმა. ამიტომ ესეც ძალიან დიდი პრობლემაა.
გარდა ამისა, ნებისმიერი სხვა ინფექციური დაავადებების დროს, აი თქვენ ახსენეთ გრიპი, კოვიდის დროს გავხდით ამის მოწმეები განსაკუთრებით, იმიტომ რომ კოვიდის მქონე პაციენტთა უმრავლესობა ძალიან მაღალი ჰქონდა ღვიძლის ფუნქციები და ეს დიდ შეშფოთებას იწვევდა. ერთი შეხედვით რესპირაციული ინფექცია, ერთი შეხედვით სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული თითქოს, ხო, საზოგადოების წარმოდგენების შესაბამისად და უცებ გაირკვა, რომ ღვიძლის ფუნქციები გამოდიოდა წონასწორობიდან. და სხვათა შორის ამან გამოიწვია ის, რომ უფრო გამახვილდა ყურადღება იმაზე, რომ სხვა რესპირაციული ინფექციების დროსაც დაიწყეს თითქოს ამის შემოწმება და ეს ლოგიკურია. გრიპის დროსაც ხშირად იწევს მაღლა ღვიძლის ფუნქციები, ირევა და სხვა სასუნთქი გზების ინფექციების დროს, ამიტომ როდესაც ადამიანი რაიმე ვირუსს გადაიტანს და ემთხვევა დროში ღვიძლის ფუნქციების არევა, ამაზე არ არის საჭირო ესეთი პანიკა და შეშფოთება, 2-3 კვირაში როგორც წესი ლაგდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა ამ სეზონზე საუბრის დროს, იმიტომ რომ როგორც წესი საქართველოში ყოველ შემთხვევაში ასეა ნოემბრიდან უკვე იწყება ხოლმე ასეთი ეპიზოდები, დეკემბრის ბოლოდან იანვარში გაზაფხულამდე, დაახლოებით მარტის შუა რიცხვებამდე, ზოგჯერ აპრილის დასაწყისამდე რესპირაციული ინფექციები არის პიკში და ამდენად ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის, ფართო მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კი. არ შეიძლება არ გამოვყოთ ინფექციური მონონუკლეოზი. ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ღვიძლი და ელენთაა და უმრავლესობას პაციენტების ღვიძლის ფუნქციები ერღვევა. და სხვათა შორის მონონუკლეოზის დიაგნოზს პირიქით ზოგჯერ ასე ვსვამთ ხოლმე, რომ ღვიძლის ფუნქციებია შეცვლილი, მიმართა პაციენტმა ექიმს და აღმოჩნდება, რომ ეს არის მონონუკლეოზით გამოწვეული. ინფექციურს რომ შევეშვათ და თავი დავანებოთ, ასევე სერიოზული მიზეზია მედიკამენტები. ან მედიკამენტური ჰეპატიტი ერთ-ერთი ჩვენი დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ მედიკამენტები ძალიან ჭარბად გამოიყენება, ეს როგორც თვითონ ადამიანები იყენებენ თვითმკურნალობას, სამწუხაროდ საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი კოლეგებიც ხშირად ბევრ მედიკამენტს ნიშნავენ. არარაციონალურად, დიახ. და ძალიან აქტუალურია ხოლმე, ხშირად ვიმეორებ მაგას, როცა მაგალითად ანტიბიოტიკი ინიშნება და ბევრი სხვა მედიკამენტია მასთან ერთად დანიშნული და ხშირად ბევრი არასაჭირო. ეს ყველაფერი ცხადია არის ტვირთი ღვიძლისთვის. პარადოქსი ის არის, რომ ხშირად ღვიძლის დამცავებს ეძახიან ზოგიერთ მედიკამენტებს და ისინი სწორედ ღვიძლისთვის განსაკუთრებით ტვირთი ხდება ხოლმე. ნუ ბევრი მედიკამენტია ისეთი, რომელიც ცნობილი ჰეპატოტოქსიური მედიკამენტებია, ადამიანებმა ეს იციან და რაც შეიძლება მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მედიკამენტების გამოყენებას. და ერთ-ერთი ალბათ არ ვიცი, ყველაზე მთავარი ვუწოდე, როგორც ხედავთ, მაგრამ მაინც ალბათ ყველაზე მთავარი ალკოჰოლი. ესეც ჩვენ ქვეყანაში დიდი პრობლემაა და აი რაც ექიმი ვარ, იანვარი არ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი პაციენტების დიდი ნაწილი ვისაც წყობრიდან გამოდის. კი, მიუხედავად რომ ხშირად ყავს გაფრთხილებული, რომ ახალი წელი ჩვენთან სამწუხაროდ გაიგივებულია ალკოჰოლის ძალიან ჭარბ მოხმარებასთან და მე აი იანვარში მოდიან უკან პაციენტები სერიოზულად არეული ჯანმრთელობით. როგორც ღვიძლის, ასე ალბათ სხვა ექიმებთანაც, კარდიოლოგებთანაც იგივე. ეს არის სამწუხაროდ თაობათა ტრადიცია, ეს არ არის, ვთქვათ, უკანასკნელი წლების გამოცდილება, ეს არის პრინციპში გამოცდილება, რომელიც წლების მანძილზე გროვდება და ჩვენი ცხოვრების წესის ნაწილად იქცა და უბრალოდ ამას ადასტურებს მედიკოსი, რომლის წინ არის გაშლილი ლაბორატორიული ტესტები და რომელიც ხედავს კლინიკურად როგორ იცვლება სურათი. ონკოლოგიური დაავადებების დროს, ავტოიმუნური დაავადებების დროს ღვიძლი შეიძლება დაზარალდეს, მაიკო. რა თქმა უნდა, ცალკე არსებობს დაავადება ავტოიმუნური ჰეპატიტი, რომელიც საბედნიეროდ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირია, მაგრამ გვხვდება, რომლის დროსაც ასევე მკვეთრად ირღვევა ღვიძლის ფუნქციები და აქაც თუ დროულად არ ჩატარდა შესაბამისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, შეიძლება გართულდეს სერიოზული დაზიანებით ღვიძლის. ქიმიოთერაპიის დროს, ჰორმონოთერაპიის დროს, სწორედ ამიტომ არის ყველა მიცის, რომ როდესაც რაღაც ესე სერიოზულ მკურნალობას იტარებს ადამიანი, ექიმებმაც ეს იციან და აკონტროლებენ ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობას და ეს სწორია. უბრალოდ აქ პრობლემა ის არის ხოლმე და ხშირად შეცდომა, რომ ადამიანებსაც ესეთი მოლოდინი აქვთ, რომ რაიმე მედიკამენტს დავუნიშნავთ, ეგრეთ წოდებულ ჰეპატოპროტექტორს და ის დაიცავს
მათ ღვიძლს. სამწუხაროდ ასეთი რამ მედიცინაში არ არსებობს. ღვიძლს დავიცავთ მხოლოდ სწორი რეჟიმით, სწორი კვებით, ალკოჰოლის შეზღუდვით და თუ მედიკამენტური ჰეპატიტია, იმ მეორე მედიკამენტისგან ღვიძლს ჩვენ ვერაფერ სხვა მედიკამენტით ვერ დავიცავთ. ერთადერთი გამოსავალი აქ არის იმ მედიკამენტის დოზის კორექცია, ან მოხსნა, ან ჩანაცვლება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სწორედ ჩვენ მიერ ჩაფიქრებულ თემას სხვა წახნაგიდან შევხედოთ, მოკლეტი ხარი იქნება ჩვენს გადაცემაში და შემდეგ უნდა დიაგრამა გაგიზიაროთ, უბრალოდ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩვენ წინასწარ მოვამზადეთ იმისთვის, რომ როგორი განწყობა აქვს, როგორ ფიქრობს საზოგადოება, ეს შეგვეფასებინა. წახნაგი ჩვენი საუბრისა, რომელიც მე ვფიქრობ განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს არის ყბადაღებული ღვიძლის გაწმენდა. და ზოგადად სურვილი ღვიძლის წმენდისა, რომელიც რატომღაც ლამის საყოველთაო გახდა. წინასწარი გამოკითხვის შედეგები, მე ვფიქრობ თვალსაჩინოა და ძალიან კარგი იქნება თუ შეავლებთ თვალს. დასმული კითხვა, სჭირდება თუ არა ღვიძლს გაწმენდა, აი ასე გამოიყურება პასუხების შესაბამისად. პრაქტიკულად თანაბრად გადანაწილდა პასუხები, უნდა თუ არა სისტემატურად გაწმენდა ან არ უნდა, 35% ხანდახან გაწმენდას საჭიროდ თulis 17% და მხოლოდ 13%-მა უპასუხა ამ კითხვას არ ვიცი. ყოველდღიური გამოცდილება გაქვთ ამისი, როდესაც ადამიანები დარწმუნებული ვარ ამ კითხვას სვამენ, ამ თემას ეხებიან და ზოგიერთ შემთხვევაში მოქმედებენ კიდეც ღვიძლის გასაწმენდად. სჭირდება ღვიძლს გაწმენდა. პარადოქსი ის არის, რომ ღვიძლი თვითონ არის ჩვენი მთავარი ფილტრი, ანუ მისი ამოცანაა სწორედ, რომ ჩვენი ორგანიზმი გაწმინდოს, კი, ანუ გაგვათავისუფლოს ზედმეტისგან, ტოქსინებისგან, მედიკამენტებისგან, ჰორმონების ნარჩენებისგან. მოკლედ ღვიძლის ამოცანა სწორედ ეს არის. ამიტომ მას ჩვენგან გაწმენდა არ ჭირდება, უბრალოდ ჭირდება ხელშეწყობა, რომ მან ეს გამწმენდი ფუნქცია კარგად და სწორად შეასრულოს. და ეს ხელშეწყობა პირველ რიგში არის ის, რომ ზედმეტი რაღაცეებით არ დავტვირთოთ და ის შესანიშნავად ასრულებს ამ მოვალეობას, თავის მოვალეობას. დატვირთვაში გულისხმობ ყველაფერი იმას, ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ. ახლა ინფექციური დაავადებებისგან ჩვენ, რა თქმა უნდა, ესე ბოლომდე თავს ვერ დავიცავთ, თუმცა რა თქმა უნდა, ნაწილი ჩვენს ხელშიც არის. მაგრამ აქ ძირითადად ვლაპარაკობ, გაუფრთხილდეთ ღვიძლს და არ დავტვირთოთ ზედმეტი ალკოჰოლით. მედიკამენტები გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს და დავანებოთ თავი ღვიძლს, კიდევ ნუ დავუმატებთ მას ამ ეგრეთ წოდებული გამწმენდის საშუალებებით, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს. როდესაც თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ კონკრეტული აგენტი, რომელსაც შეუძლია ღვიძლი გამოიყენოს როგორც სამიზნე, დააზარალოს ღვიძლი, აქ კარგი იქნებოდა დაგვეზუსტებინა. მედიკამენტი შეიძლება აღმოჩნდეს ის ტოქსინი, ის შხამი, რომელიც ღვიძლს დააზარალებს. ალკოჰოლი შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ის ტოქსინი, ის შხამი, რომელიც გარდა ზოგადად ფსიქოაქტიური მახასიათებლებისა დააზარალებს ღვიძლს. კიდევ რა შხამები და ტოქსინებია, მედიკამენტები, ალკოჰოლი, რა შეიძლება იყოს ყოველდღიურ რეალობაში ადამიანებისათვის, როგორც საყოფაცხოვრებო პირობებში, ასევე სამუშაო გარემოში, როდესაც აი ამ შხამების, ანუ ტოქსინების დამსახურებით ღვიძლი შეიძლება დაზარალდეს და ჩვენ დაგვჭირდეს ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი გადაწყვეტილებებით, უსაფრთხოების ზომებით მეტად დავიცვათ. მაგალითად, სულ უფრო და უფრო მზარდი ყურადღება ექცევა ეგრეთ წოდებულ ულტრა გადამუშავებულ საკვებს, ანუ უკიდურესად პროცესირებულს. დიახ, როდესაც ინგლისურიდან ცუდად ვთარგმნე. ანუ როდესაც საკვები გაივლის სხვადასხვა ტექნოლოგიურ გადამუშავებას, აქვს ბევრი შემნახველები, დანამატები, მაგალითად ზეხვეული და ამ ტიპის მაგალითი რომ მოვიყვანო, გასაგები გახდეს. ამ ტიპის საკვების ჭარბი მოხმარება არის ღვიძლისთვის ტვირთი. ასევე მაგალითად საყოფაცხოვრებო ქიმია, საწმენდის საშუალებები, ერთი შეხედვით გასუფთავებაზე ორიენტირებული. ამიტომ ამ დროს აქაც ზომიერება საჭირო და აი ოჯახის დიასახლისები ხშირად ექსპოზირებულები არიან საყოფაცხოვრებო ქიმიის მიმართ და აქაც ეცადონ ყოველთვის
უფრო გამოიყენონ მაგალითად ორთქლის საშუალებები თუ შესაძლებელია და ზომიერება გამოიჩინონ ამ საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენებაში, ან თუ შესაძლებელია გამოიყენონ მაგალითად ნიღაბი. ყოველ შემთხვევაში, აი აქაც ზოგჯერ არის საღებავები. მე მქონდა შემთხვევა, სხვათა შორის ორსული იყო პაციენტი, რომელსაც თვითონვე ჩაატარა ბავშვის ოთახის რემონტი, ღებავდა და ამით სერიოზული ზიანი მიაყენა თავის ღვიძლს, ჰქონდა სერიოზული ცვლილებები, ისედაც სხვათა შორის ორსულებს ხშირად აქვთ ღვიძლის პრობლემები და ამ მხრივ დაკვირვებას. რატომ არსებობს რისკის ჯგუფი ან მდგომარეობა, იმიტომ რომ ორსულობა არ არის ავადმყოფობა, ორსულობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა და აი ასეთი კუთხით თუ შევხედავთ მოწყვლადი კატეგორია, არის ადამიანთა ისეთი ჯგუფები, რომელთა ღვიძლი უფრო ადვილად შეიძლება აღმოჩნდეს სამიზნე. დიახ, ასეთები არიან ბავშვები განსაკუთრებით და ბავშვებში სწორედ ამიტომ არის, რომ ყვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი და კატეგორიულად მიუღებელია სამწუხაროდ დღემდე შემორჩენილი პრაქტიკა ზოგიერთ ოჯახში, რომ კაცია და უნდა შეეჩვიოს მას და პატარა ბავშვებს თუნდაც აი ეს მცირე დოზა სრულიად გაუმართლებელი და სამედიცინო თვალსაზრისით უკიდურესად სახიფათო, იმიტომ რომ ჩაგერთე მაიკო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გავახსენოთ ის კვლევები, რომელიც ჩვენი გადაცემიდან მოსმენილი აქვს არაერთხელ მაყურებელს, ბავშვთა ასაკში ალკოჰოლის მინიმალური გამოყენება თავის ტვინის უჯრედებზე, როგორ დამანგრებლად და დამღუპველად მოქმედებს და როგორ აქვეითებს ბავშვის ტვინის განვითარების შესაძლებლობებს. აღარაფერს ვამბობ ყველა სხვა სისტემაზე, მათ შორის ღვიძლზე. და თავისთავად ღვიძლის ქრონიკული დაავადების რისკს ქმნის. ორსულები ვახსენეთ ჩვენ ხანდაზმული ადამიანები ეს ის ჯგუფებია, რომლებიც უფრო მეტად მოწყვლადი არიან ღვიძლის დაზიანების, ანუ გამომწვევი ფაქტორების მიმართ. მაიკო, მე აუცილებლად უნდა დაგიშვათ კითხვა, რომელიც საუბრის პროცესში წარმოიშვა და რომელიც დარწმუნებული ვარ, ასევე ყოველდღიურად გესმის, კითხვა უკავშირდება რაქნან იმ ადამიანებმა, რომელთაც საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მრავალი ქრონიკული დაავადების გამო, განსაკუთრებით ასაკოვანი ადამიანები არიან იძულებულნი მოიხმარონ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტი. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე გადაცემაში, მაგალითად ასაკთან დაკავშირებული პოლიფარმაცია, ანუ ბევრი წამალი, რომელიც თავისთავად არის ტვირთი. აი ასეთ შემთხვევაში რა გამოსავალი არსებობს ხანდაზმულების სახელით ვსვამ ამ კითხვას? ცოტა რთულია აქ რეკომენდაციის მიცემა, იმიტომ რომ ოქროშუალედია დასაცავი. სამწუხაროდ ხშირად მართლაც ხანდაზმული ადამიანები განსაკუთრებით საჭიროებენ მთელი რიგი ქრონიკული დაავადებების მართვას. გრძელ ნუსხას სწავლების, დიახ. აქ ხა თვითონ პაციენტისთვის ძალიან რთულია იმის გაკონტროლება, ნამდვილად ყველა მედიკამენტი ჭირდება თუ არა, ეს ჩვენი ამოცანაა და ექიმების ამოცანაც ის არის, რომ მაქსიმალურად დაიწმინდოს და დაიფილტროს და დავიდეს ჩამონათვალი მედიკამენტების აუცილებელ მინიმუმამდე. ის რეკომენდაცია დავუშვათ, რომ ადამიანმა პერიოდულად იკონტროლოს ღვიძლის ფუნქციები, ცოტა ზედმეტი ტვირთია ადამიანისთვის, განსაკუთრებით ხშირად ხანდაზმულებს შეიძლება არ ქონდეთ თქვა დაზღვევა და მათთვის ფინანსურად ტვირთი იყოს, ამიტომ ესე კატეგორიულად ჩვენ არ ვურჩევთ, რომ პერიოდულად ჩაიტარონ ღვიძლის ფუნქციები. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად, როდესაც ადამიანი მუდმივად მოიხმარს რაიმე მედიკამენტს, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ არის, რომ რაღაც პერიოდულობით 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ მაინც ვაკონტროლოთ ჩვენი ღვიძლის მდგომარეობა, თუმცა კიდევ მეორებ ეს ზოგჯერ ძალიან მოუხერხებელია და ესე პირდაპირ რეკომენდაციის სახით ამას არ გავცემთ. თუმცა მიზანშეწონილობას გაუსვით ხაზი, ეს იმას ნიშნავს, რომ ხანდახან იმის დასუსტება, როგორ ართმევს ღვიძლი თავის ამოცანებს და ახერხებს თუ არა ამდენი წამლისგან ორგანიზმი დაიცვას, იმიტომ რომ ღვიძლის ამოცანას შესავალში თქვენ სწორედ ასე ბრძანეთ, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. ჩვენ შევთანხმდით დღეს, რომ ღვიძლი თვითონ წმენს თავის თავს და ორგანიზმსაც და შევთანხმდით, რომ ღვიძლი მარტო ღვიძლის საკუთრი ღვიძლის დაავადებების დროს არა მხოლოდ, არამედ სხვადასხვა პრობლემების დროს შეიძლება აღმოჩნდეს სამიზნე. მადლობა მაიკო დღევანდელი სტუმრობისთვის, მრავალწლიანი მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ექიმი ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, პროფესორი ქალბატონი მაია ბუწაშვილი. მე არ გემშვიდობებით, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს და წინ გველოდება კვებით შუქნიშანი.
კვებითი შუქნიშანი ეს არის ჩვენი გადაცემის აუცილებელი კომპონენტი და გარკვეულწილად კონცეფცია, რომელიც არა უბრალოდ სამფერია, არამედ ფერთან ასოცირებულია, როდესაც კონკრეტული სიგნალებით ჩვენ ინფორმაციას ვიმახსოვრებთ. ასოციაციური აზროვნება ადამიანებს ეხმარება ნებისმიერი ინფორმაცია გრძელვადიან მეხსიერებაში გადაიტანოს. ჩვენ გარკვეულწილად ეს ზრახვა გვაქვს, რომ ჩვენ გადაცემაში მოსმენილი მაქსიმალურად თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია, რაც შეიძლება დიდხანს გამოიყენოთ პირადად თქვენი კეთილდღეობისთვის და თქვენი ოჯახის წევრების კეთილდღეობისთვის. როდესაც თეფშზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ გულისხმობთ ერთ კონკრეტულ უნივერსალურ რეკომენდაციაზე. ჩვენ ვსაუბრობთ რეკომენდაციების ერთობლიობაზე, რომელიც შესაძლოა ზოგადად დავატიოთ თეფშის პრინციპით დღიური რაციონის ფარგლებში, სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეულისა და ხილის შემცველობით, მეორე ნახევარი მარცვლეულ ბურღულეულისა და ცილოვანი კომპონენტის კომბინაციით, ისე რომ 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტი ყოველდღიურად აღმოჩნდეს ადამიანის რაციონში. კიდევ უფრო უკეთესი არჩევანია ცისარტყელა თეფშზე. თქვენ ეს სიტყვები დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად იცით, იმიტომ რომ პრაქტიკულად სისტემატურად, პრაქტიკულად ყოველდღიურად ვიმეორებ. ასევე ვიმეორებ იმას, რომ თითოეული ჩვენგანი არის ერთადერთი განუმეორებელი და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ეფექტიანი, ყველაზე სწორი, ყველაზე შედეგიანი არის ის რეკომენდაციები, რომელიც თითოეული ადამიანის საჭიროებაზე არის მორგებული და ზოგადი პრინციპები სწორედ ჩვენს თარგზე უნდა მოვირგოთ. როგორ უნდა მოვირგოთ ჩვენს თარგზე რეკომენდაციები, მაგალითად, ორგანიზმის გაწმენდასთან დაკავშირებით, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა მთელ მსოფლიოში სწორედ ეს გახლავთ. ეგრეთ წოდებული შხამების მოცილება, ეგრეთ წოდებული დეტოქს დიეტები. რას ნიშნავს დეტოქსი? ანუ D თავსართი ნიშნავს რაღაცისგან გათავისუფლებას, რაღაცის უარყოფას, ტოქსინები, შხამები, გამოდის რომ დეტოქს დიეტების ამოცანა არის სწორედ ასეთი დამაბინძურებლებისგან, ასეთი შხამებისგან, ამგვარი დამტვირთავი ნაერთებისგან ორგანიზმის გათავისუფლება. არის თუ არა დეტოქს დიეტა ძალიან პოპულარული. მოდით ვცადოთ და დღეს ვისწავლოთ დეტოქს დიეტა. მე დღევანდელი გადაცემა დავგეგმე ძალიან ბევრი მაყურებლის თხოვნით. დღევანდელი კვებითი შუქნიშანი სწორედ იმ მაყურებელს ეძღვნება, ვინც მთხოვა, რომ ვასწავლო დეტოქს დიეტა. მე გადავწყვიტე, რომ დიახ, გასწავლოთ დეტოქს დიეტა და ვნახოთ, გვაქვს თუ არა დეტოქს დიეტის ფორმულა დღეს გამზადებული. მე გეტყვით, რომ გვაქვს, მაგრამ ამას გაგიმხელთ საუბრის ბოლოს. მანამდე გეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია ტენდენციები, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. მაგალითად, როგორია ასეთი ტენდენციები? ასეთი ტენდენცია შეიძლება იყოს მთელი დღის განმავლობაში, ან რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ წყლის მიღება. გაგიგიათ ამგვარი დეტოქს დიეტის შესახებ, დარწმუნებული ვარ გაგიგიათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელი, ყველა პროდუქტზე ვამბობთ უარს და მხოლოდ წყალს ვიღებთ. არის კიდევ ერთი კომბინირებული მოდელი, როდესაც ადამიანები სვამენ წყალს და სხვადასხვა სახის წვენს. იმისათვის, რომ მინერალები, ვიტამინები შეივსონ. არის თუ არა ეს შემზღუდავი, გამათავისუფლებელი კვების მოდელი და განიხილავენ თუ არა მას ფართო საზოგადოებაში დეტოქს დიეტად? დიახ, განიხილავენ, როდესაც წყალი და რომელიმე სახეობის წვენი არის კომბინირებული. არის კიდევ რამდენიმე ვერსია სითხით შევსებისა საკვები პროდუქტების უარყოფით. როდესაც დეტოქს კვების მოდელში ჩნდება მაგალითად სხვადასხვა სახის ნაყენი. არის წყალი, არის წვენები, არის ნაყენები. ჩვენ რომ ჩაის ვეძახით, სინამდვილეში ეს არის ჩაის, ფოთლის ან რომელიმე სხვა მცენარის ნაყენი და ასეთ შემთხვევაში თხევადი შევსება უზრუნველყოფილია, არ არის მყარი მასა ყოველდღიურ რაციონში და ეს ვადა არის დამოკიდებული დეტოქს დიეტის ვერსიაზე, რომელსაც კონკრეტული ადამიანი მიმართავს.
არის დეტოქს დიეტების ფარგლებში მიდგომა, როდესაც ადამიანი რაციონიდან იღებს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც უყვარს, მოსწონს საგემოვნო თვალსაზრისით, მის აღქმას ამდიდრებს. ეს არის მლაშე, ტკბილი, ცხიმიანი პროდუქტები, რომელსაც ისედაც ყვითელ ზონაში ვათავსებთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ყვითელი ზონიდან მე გადავიტან წითელ ზონაში, რადგან ამგვარი დეტოქს დიეტების დროს ადამიანები პრაქტიკულად უარყოფენ, ანუ აღკვეთენ მლაშე, ტკბილი, ცხიმიანი პროდუქტების მოხმარებას, ყველანაირი კონსერვის, პროცესირებული პროდუქტის გამოყენებას, უკიდურესად გადამუშავებული კერძების მოხმარებას და ასე შემდეგ. ამაში თქვენ მეტყვით რა არის ცუდი, არაფერი ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ აი ამ ჩამონათვალთა შორის ჩნდება აგრეთვე ისეთი დეტოქს დიეტები, როდესაც კონკრეტული ჯგუფის პროდუქტებზე არის აქცენტი, შეზღუდვაზე გამახვილებული ყურადღება. რა მაქვს მხედველობაში, მაგალითად, მთლიანად ამოვიღოთ მარცვლეულ ბურღულეული, მთლიანად ამოვიღოთ ცომეული, მთლიანად ამოვიღოთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები და დავაზუსტებ ყოველ შემთხვევაში რომ გავითვალისწინოთ, რომ ბოსტნეული და ხილი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებია ისევე როგორც მარცვლეულ ბურღულეული. მოკლედ აი ამ ტიპის პროდუქტებისგან გათავისუფლება და მხოლოდ ცილოვანი პროდუქტების მიღების ხარჯზე ორგანიზმის გაწმენდა, ან ცილისა და ცხიმის კომბინაციისას ნებისმიერი სხვა პროდუქტის მოცილება და ამის ხარჯზე გაწმენდა და არის პირდაპირი გაგებით გაწმენდა, როდესაც ორგანიზმის სხვადასხვა სეგმენტის გამორეცხვა ხდება. ეს შეიძლება იყოს კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა სეგმენტის ამორეცხვა, ან კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებული და სხვათა შორის ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო 10 წლეულებს, ეს საკმაოდ დიდი ხნის ისტორიის მქონე ტრადიცია, როდესაც მსხვილი ნაწლავის გასუფთავებას, რა თქმა უნდა, მსხვილ ნაწლავს ბოლომდე ვერ მიწვდება ადამიანი გასასუფთავებლად, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ მისი აი ტერმინალური დასასრული ნაწილის გასასუფთავებლად შლაკების, შხამების, ტოქსინების მოსაშორებლად ძალიან მნიშვნელოვანი დეტოქს მოდელი, როდესაც კვებას ზღუდავთ, როდესაც მხოლოდ წყალს ვიღებთ, ან ზოგიერთ დღეს ასეთ არჩევანსაც არ ვაკეთებთ და გამოვრეცხავთ ნაწლავს. ეს არის რამდენიმე ძალიან პოპულარული დეტოქს მოდელი, მათ შორის დროშის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მათ შორის მოცულობაში, ანუ ულუფის შეზღუდვასთან დაკავშირებით და რაციონის შეზღუდვასთან დაკავშირებით. არის თუ არა ეს საზოგადოებისათვის საყვარელი თემები. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, ასაკისა, სოციალური ჯგუფისა, ეს მიდგომები ძალიან ფართოდ არის მსოფლიოში დამკვიდრებული. უფრო მეტიც, არსებობს საკმაოდ დიდი კომერციული ცენტრები ამ მიმართულებით პროპაგანდისთვის და როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი შედეგი, რომელიც დგება, ეს გახლავთ წონის კლება. და აი ასეთ დროს ადამიანებს აქვთ პრაქტიკულად თვითკმაყოფილების განცდა, ორგანიზმიც გაწმინდეს, შხამებისგან, ტოქსინებისგან გაათავისუფლეს და წონაშიც დაიკლეს, შესანიშნავ ფორმაში არიან. მოდით შევხედოთ ამ ყველაფერს განსხვავებული კუთხით. შევხედოთ, რას ამბობს მტკიცებითი მედიცინა და რას ამბობს მეცნიერება, რომელიც მხოლოდ არგუმენტებზე დაყრდნობით ცდილობს გაგიზიაროთ რეკომენდაციები. მე სწორედ ასე მოვიქცევი და გეტყვით იმას, რომ დიახ, შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმს ჩვეული კვებიდან შევთავაზოთ კიდურა გადახრები. რას ნიშნავს ასეთი გადახრები? როდესაც ჩვენ გვაქვს პლატო კვებაში, გვაქვს კონკრეტული დამკვიდრებული კვების მოდელი, ჩვენ ამ კვების მოდელიდან შეზღუდვის და გაფართოების მხარეს მკვეთრ ნაბიჯს ან ფრთხილ ნაბიჯს გადავდგამთ. ეს არის ნახტომისებური მოძრაობა, ანუ მკვეთრად შევზღუდე წინა დღეებში მირთმეული საკვების რომელიმე ჯგუფი ან მთლიანად საკვები და დადგა დღე შეზღუდვისა, ეს გახლავთ განტვირთვის დღე, ან პირიქით ასე ნახტომისებურად მკვეთრად დავამატე რაღაც პროდუქტები და დავტვირთვე ჩემი ორგანიზმი ჩემი ჩვეული კვებისგან განსხვავებით. ეს გახლავთ დატვირთვის სქემა, ანუ განტვირთვის და დატვირთვის სქემა მედიცინის მიერ აღიარებულია როგორც ჩვეული კვების
ცვლილების, ჩვეული კვების წრთუნის და ვარჯიშის და შესაბამისად ჩვენი ორგანიზმის ფერმენტული სისტემის, მეტაბოლიზმის წრთუნის შესაძლებლობა. ეს შეიძლება გავაკეთოთ, როგორც გითხარით, მკვეთრად, უცბად, ნახტომისებურად, ან შევაპაროთ ორგანიზმს ასეთი გადაწყვეტილებები და გავაკეთოთ ფრთხილად, ზიგზაგისებურად. ასეც ქვია ნახტომისებური და ზიგზაგისებური დატვირთვა და განტვირთვა. ეს არის მეცნიერების მიერ დადასტურებული. მაგრამ ეს ნიშნავს თუ არა ამ პროცესის გაგრძელებას კვირების, თვეების განმავლობაში, სამედიცინო შეფასების გარეშე, ჩვენი ჯანმრთელობის პარამეტრების გააზრებისა და შესაძლო რისკების გააზრების გარეშე. რა თქმა უნდა, არა. წონაში კლება ეს არ არის ვიზუალური პროცესი მხოლოდ. წონაში კლება შეიძლება იყოს ჩვენ მიერ არჩეული, ეგრეთ წოდებული დეტოქს დიეტის დამსახურებით ორგანიზმის გააზრებული შეზღუდვა და ხელოვნურად მისი გადაყვანა დეფიციტის მდგომარეობაში. ახლა მე უნდა გავცემ მთავარ კითხვას პასუხი. თქვენ ელოდებით იმ ჯადოსნურ რეცეპტს, რომელიც მე უნდა გაგიზიაროთ დეტოქს დიეტასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს არ გამინაწყენდებით, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ და ვთქვა, რომ უნივერსალური დეტოქს დიეტა მტკიცებით მედიცინას არ გააჩნია. უფრო მეტიც, დეტოქს დიეტებთან დაკავშირებული скеპტიციზმი და არც თუ ისე თავდაჯერებული დამოკიდებულება მტკიცებითი მედიცინის წარმომადგენლებს არ აქვთ. რატომ? ამის წინაპირობა თვითონ ჩვენი ორგანიზმია. ის საოცარი სისტემა, ის საოცარი მოვლენა, რომელიც თავის თავში დამაზიანებელ და აღმდგენ მექანიზმებს ერთდროულად გულისხმობს. როდესაც ჩვენ შევზღუდავთ კვებას და დეფიციტის მდგომარეობაში გადაყვავს ორგანიზმი, ეს შეიძლება აღმოჩნდეს რისკი ყველა სისტემისთვის და ორგანოსთვის არადაუყოვნებლივ, არა მაშინვე, არამედ თვეების და ზოგჯერ წლების შემდეგ. ისევე როგორც უკიდურესი დატვირთვა, აი ასეთი დეტოქსის შემდეგ დავტვირთეთ ორგანიზმი ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით. სად მიდის ეს ყველაფერი? ჭარბი ცხიმი ლოგიკურად ადვილად გასაგებია, ყველა მიპასუხებს, რომ დიახ, წავა ღვიძლში, მაგრამ სად წავა ჭარბი რაოდენობით ნახშირწყალი? გაგიკვირდებათ, მაგრამ ჭარბი რაოდენობით შაქარიც ღვიძლში მიდის ცხიმის სახით. ანუ მე შაქარს ჭამბერს, მაგრამ ღვიძლში ცხიმად მიგროვდება და ღვიძლის გაცხიმოვნებას იწვევს. მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობდით სიახლეებზე, ორსულობის დროს დედა რომ ტკბილეულს მიირთმევს და ბავშვი იბადება გაცხიმოვნებით ღვიძლისა, ეს მექანიზმი აქაც ძალიან თვალსაჩინოა. ჭარბი რაოდენობით მოხმარებული ნებისმიერი მაკრონუტრიენტი, ანუ საკვები ნივთიერება 1 გრამზე ბევრი რაოდენობით რომ გვჭირდება და ენერგომატარებელია, ცხიმიც ცხიმად გროვდება, ნახშირწყალი ცხიმად გროვდება და ჩვენთვის ძალიან სასურველი ცილოვანი კომპონენტიც თუ ცილის სიჭარბე გვაქვს, ისიც ღვიძლში დაგროვდება ცხიმის სახით. მაშინ სად არის გამოსავალი? მაშინ სად არის ის ჯადოსნური მექანიზმი, რომელიც თურმე ჩვენი ორგანიზმის შიგნით არის? მოდით შევხედოთ იმ საიდუმლოს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ატარებს. ეს გახლავთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც კუჭნაწლავის ტრაქტისგან და დიდი ჯირკვლებისგან შედგება. პანკრეასი და ღვიძლი მაქვს მხედველობაში. მისი ამოცანა არის ორგანიზმის გაწმენდა. არ არის მისი ამოცანა მხოლოდ გარედან მიღებული ნივთიერებების გადამუშავება და შეთვისება. მისი ამოცანა არის ორგანიზმის გათავისუფლება არასასურველი ნივთიერებებისგან. მოდით ჩამოვშალოთ კუჭნაწლავის, უпростоოდ საჭმლის მომნელებელი სისტემა. კუჭი, ნაწლავები, ყველა ნაწილი ამ ტრაქტისა სხვადასხვა ამოცანას ასრულებს. პირის ხრუშივე იწყება საკვების მონელება, არა უბრალოდ დაქუცმაცება, ღეჭვა, ყლაპვა, არამედ ქიმიური დამუშავებაც. შემდეგ ეს პროცესი გრძელდება და ნაწლავის სხვადასხვა ფრაგმენტში ისია ფუნქციები გადანაწილებული, რომ მხოლოდ უვარგის, არასაჭირო ნივთიერებებს ორგანიზმიდან გარეთ გამოყოფს ჯანმრთელი ორგანიზმი. დანაკარგი სასურველი ნივთიერებების მხოლოდ მაშინ არის, როდესაც რაღაც პრობლემა აქვს ორგანიზმს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თემა, რაზედაც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. დიახ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ჩვენს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ეს გახლავთ ყველაზე დიდი ჯირკვალი, პრაქტიკულად ჩვენი ლაბორატორია და
ყველაზე დიდი თვითმწმენდი და ორგანიზმის გამწმენდი ორგანო, რომელსაც ღვიძლი ჰქვია. მისი ამოცანაც ორგანიზმის გაწმენდა. მოდით გავიხსენოთ წყვილი ორგანოები, რომელსაც თირკმლები ჰქვია. თირკმლის ამოცანა არის ასევე ორგანიზმის გაწმენდა. შარდი სხვა არაფერია თუ არა გაწურული სისხლი. დიახ, შარდი სისხლის გაწურვის შემდეგ წარმოიქმნება, როდესაც იფილტრება, იწმინდება და მხოლოდ უვარგისი, არასაჭირო ნივთიერებები ტოვებს ჩვენს ორგანიზმს. მაგალითად, ორგანოები, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. სინამდვილეში თირკმელი, უკაცრავად ფილტვები პასიური ორგანოა. ფილტვი თვითონ არ სუნთქავს, კუნთების დახმარებით სუნთქავს, უბრალოდ იშლება და იკუმშება, მაგრამ სასუნთქ სისტემას რომ განეკუთვნება, ეს ყველა კარგად ვიცით და ისიც ჩვენი ორგანიზმის გაწმენდაში მონაწილეობს. მე შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამონათვალი და ყველა ნაწილზე ჩვენი სხეულისა, რომელიც ჩვენს გაწმენდას ემსახურება, რამდენიმე სიტყვა გითხრათ, თუნდაც კანზე, რომელიც ყველაზე დიდი ორგანოა და რომელიც ორგანიზმის წმენდაში არასაჭირო ნივთიერებებისაგან ორგანიზმის გათავისუფლებაში მონაწილეობს, მაგრამ უსაშუალოდ გრძელი აღმოჩნდება დღევანდელი ჩვენი საუბარი და შეიძლება რამდენიმე გადაცემაც კი არ ეყოს. ამიტომ აქ გავჩერდები და გეტყვით, რომ ნებისმიერი იდეა, ნებისმიერი ინფორმაცია უნივერსალური დეტოქს დიეტის შესახებ უკრიტიკოთ არ მიიღოთ. აუცილებლად გაიხსენეთ დღევანდელი ჩვენი საუბარი და გაიხსენეთ მტკიცებით დადასტურებული ჭეშმარიტება, რომ დეტოქს დიეტები ორგანიზმს სწორი ადეკვატური დამოკიდებულების შემთხვევაში არ ჭირდება. ორგანიზმს ჭირდება დახმარება და ხელშეწყობა გაწმენდისთვის და თვითწმენდისთვის, იმ მექანიზმების ამოქმედებისთვის, რომელიც ორგანიზმს თავადადაც ეხმარება და ჩვენს გვეხმარება ყველა სისტემასთან და ორგანოსთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, გარედან ჩვენი გადაწყვეტილებებით, რა ნივთიერებებითა და შხამებით დავტვირთვათ ორგანიზმს. და როდესაც ჩვენ ვამბობთ არჩევანზე კვებასთან დაკავშირებით, ჩვენი არჩევანი ჩემი თებშია ბალანსირებული კვება, საკვები ნივთიერებების ადეკვატური, სწორი მიწოდებაა, როდესაც სწორედ ჯანსაღი კვების პრინციპების გამოყენებით, როდესაც კვებისა და ფიზიკური აქტივობის შეხამებით, კვების ფიზიკური აქტივობისა და ძილის რეჟიმის ურთიერთშეხამებით, სტრესის მართვით, მავნე ჩვევებზე უარის თქმით, იმუნიტეტის წრთობა გაკაჟებით, სწორი ადეკვატური კომუნიკაციით და ჰიგიენის დაცვით და შესაბამისი განათლებით ვცდილობთ დავარეგულიროთ ჩვენი ცხოვრების წესი, დავიცვათ ჩვენი ორგანიზმი და მივცეთ მას საშუალება თვითონ განახორციელოს დეტოქს პროცესი, ანუ ორგანიზმის შხამებისგან გათავისუფლება. ეს იქნება ჩვენი საუკეთესო სამსახური ჩვენი ორგანიზმისთვის და არა ხელოვნურად შექმნილი სქემების გამოყენება, რომელიც შეიძლება თავის მხრივ როგორც რისკ ფაქტორების ერთობლიობა და როგორც ტვირთი ისე დააწვეს ჩვენს ორგანიზმს და მის ჯანმრთელობას. ეს იყო დღევანდელი ჩემი სათქმელი, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.